მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეოს თემა არის ხახუნი და ხახუნის ძალა. ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ ხახუნის მოვლენას, გამოვიკვირდით მის მიზეზებს, დავასახელებთ მიზეზებს, რატომ წარმოიქმნება ხახუნი, მოვახდენთ მის კლასიფიკაციას, თუ რა სახის შეიძლება იყოს ხახუნი. და დავიწყებთ, რა თქმა უნდა, თვითონ ხახუნის ძალის ბუნების შესწავლით. სულ 4 ბუნების ძალა არის ცნობილი და ერთ-ერთი არის ეს ელექტრომაგნიტური ბუნების ძალა და ხახუნი სწორედ ელექტრომაგნიტური ბუნების ძალას წარმოადგენს. ხომ, რატომ ელექტრომაგნიტური ბუნების? იმიტომ რომ თვითონ ხახუნი აღიძვრება ორ სხეულის ზედაპირს შორის, როდესაც ერთი სხეულის ზედაპირი მოძრაობს მეორეს ზედაპირზე, ან ერთი სხეული რაღაც გარემოში მოძრაობს და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ამ სხეულის შემადგენელი ნაწილაკები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და სწორედ ამითი არის გამოწვეული ეს ხახუნის ძალის გაჩენა. ნივთიერება კი, როგორც ვიცით, შედგება დამუხტული ნაწილაკებისგან, დადებითად დამუხტული პროტონებისგან შედგება ბირთვი, ატომის ბირთვი არის დადებითად დამუხტული, ხოლო მის გარშემო ბრუნავენ უარყოფითად დამუხტული ელექტრონები. და აი ამ დამუხტულ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება კი არის ელექტრომაგნიტური ხასიათის, რა თქმა უნდა. აი ხედავთ, ხახუნის შედეგად ეს დამუხტული ნაწილაკები ეხებიან ერთმანეთს, ამ დროს სითბო გამოიყოფა, სხეულები ხურდება, თბება. და ეს ძალა, ხახუნის ძალა, სწორედ ყოველთვის ეწინააღმდეგება სხეულების ერთმანეთის ზედაპირზე მოძრაობას. დავიწყოთ თვითონ ხახუნის კლასიფიკაციით. პირველი შეიძლება ვთქვათ, რომ ორი სახის არის ხახუნი, არის მშრალი ხახუნი და მეორე არის სველი ხახუნი. სველი ხახუნი ეს იგივე გარემოს წინააღმდეგობა. მშრალი ხახუნი თავის მხრივ ეს მშრალი ხახუნის ძალა შეიძლება სამი სახის იყოს. პირველი ეს არის უძრაობის ხახუნის ძალა, უძრაობის ხახუნი. ეს ის ძალა, რომელიც აღიძვრება რაიმე სხეულის მოძრაობაში მოყვანის მცდელობის დროს და ეწინააღმდეგება სხეულის მოძრაობის დაწყებას. გარე ძალა იწყებს მოქმედებას სხეულზე და მაშინვე ჩნდება უძრაობის ხახუნის ძალა. იზრდება ეს გარე ძალა, რომელიც ცდილობს სხეულის ამოძრაობას, იზრდება უძრაობის ხახუნის ძალაც და ბოლოს რაღაც კრიტიკულ მნიშვნელობაზე უკვე სხეული დაიწყებს სრიალს. მძიმე კარადა რო არის ხლა აწვევით, ცდილობს რომ ამოძრაოს და ამ დროს არ მოძრაობს, ხომ? რა ძალა ეწინააღმდეგება ხლა, რატო არ მოძრაობს? ყოველთვის როდესაც ცდილობს რომ ერთი სხეული ამოძრაოთ მეორე ზედაპირზე, ამ დროს აუცილებლად ჩნდება ამის, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო ძალა, რომელიც და ამას ქვია უძრაობის ხახუნის ძალა. თუკი ჩვენ გავზრდით ამის მიწოლის ძალას და უსვათ ამ ბიძგს ან წევის ძალას, ხო? ეს უძრაობის ხახუნის ძალაც გაიზრდება. გავზრდით ამ ძალას, რომელსაც ცდილობს გამოვიყვანოთ სხეული მოძრაობის მდგომარეობიდან, კვლავ გაიზრდება უძრაობის ხახუნის ძალა. ხომ, ესე იგი, ეს მანამდე მოხდება, სანამ არ მიაღწევს კრიტიკულ მნიშვნელობას, როდესაც უკვე სხეული იწყებს მოძრაობას და ამ დროს უკვე უძრაობის ხახუნის ძალა აღარ გვაქვს და არამედ გვაქვს უკვე სრიალის ხახუნის ძალა. გრაფიკზე ეს ასე გამოიყურება. შეხედეთ, როდესაც აი წევის ძალა იზრდება, ხახუნის ძალა მის პირდაპირ პროპორციულად იზრდება. რამდენჯერაც გავზრდით წევის ძალას, იმდენჯერ იზრდება უძრაობის ხახუნის ძალა. ხედავთ, აქ სიჩქარე არის 0-ის ტოლი. და სანამ სიჩქარე 0-ია, ეს პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულებაა წევის ძალასა და ხახუნის ძალას შორის. მაგრამ როდესაც რაღაც გარკვეულ კრიტიკულ მნიშვნელობას მიაღწევს უკვე წევის ძალა, ხედავთ, აი მაშინ უკვე სხეული იწყებს სრიალს და უკვე ეს ძალა ცოტა შემცირდება, სრიალის ხახუნის ძალა და ეგ უკვე ბეცეობანი არის სრიალის ხახუნის ძალა, უკვე აღარ იცოლება და სხეული უბრალოდ მოძრაობს ერთი სხეული თავის ზედაპირით მოძრაობს მეორე სხეულის ზედაპირზე. ერთი სხეული მოძრაობს მეორე სხეულის ზედაპირზე. ეხლა ნახოთ რა არის ხახუნის აღძვრის მიზეზი. მიზეზი არის ორი მიზეზია სულ. ერთი მიზეზი ეს არის შეხედეთ აი მოხახუნე ზედაპირების უსწორმასწორობები. სიმქისე, ეგრეთ წოდებული, ხომ?
სხეულების ზედაპირები ორივე შეიძლება საკმაოდ გლუვი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით დაუშვათ და კასინჯავთ გამოდიდებლის შუშით აღმოაჩენთ, რომ იქ არის ძალიან ბევრი ასე ჩაღრმავებული ამობურცული ადგილები და დიდი უსწორმასწორობებია და სწორედ ეს უსწორმასწორობები მოძრაობის დროს შეხედეთ ერთმანეთს ეჯახებიან და სწორედ ეს წარმოქმნის წინააღმდეგობის ძალას, რომელიც ხელს უშლის მოძრაობას და ეს არის სწორედ ხახუნის ძალა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ეხლა რა მოხდება თუ ამ სხეულებს გავაბრიალებთ ესე რომ დავაგლოვოთ ზედაპირები? ნუ ხახუნი შემცირდება გარკვეულწილად, მაგრამ ძალიან ბევრს თუ მოვინდომებთ, უკვე აღმოჩნდება რომ აი სხეულების შემადგენელი ნაწილაკები იმდენად ახლოს აღმოჩნდებიან უკვე ერთმანეთთან ეს მოლეკულები და ატომები, ხო, რომლებიც დამუხტული ნაწილაკებისგან შედგება, როგორც თქვით, უკვე მათ შორის აღიძვრება მიზიდვის ძალა, ელექტრომაგნიტური მიზიდვის ძალა აღიძვრება და პირიქით ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაიზრდება. ხომ ამრიგად, ნუ ზედაპირების დაგლუვებით, ასე ვთქვათ, ხახუნი მცირდება, მაგრამ ნუ ძალიან თუ დავაგლუვებთ, აი ხო მინის ზედაპირები, მაგალითად, რო აიღოთ ერთმანეთს რო დაადოთ, ხო? ისინი შეიძლება შეეწებოს ერთმანეთს, ამიტომ მინის გადატანისას, ტრანსპორტირებისას, ამ მინის ზედაპირებს შორის ქაღალდის ფურცელს დებენ ხოლმე, რომ ეს არ მოხდეს ამათი შეწებება, ვინაიდან ეს მოლეკულები ძალიან ახლოს რომ მიდიან ერთმანეთთან, მათ შორის მიზიდვის ძალა აღიძვრება ხოლმე. კარგით. ეხლა რა არის ხო როგორც თქვით, აი სრიალის ხახუნი შეიძლება დამოკიდებულია ეს სრიალის ხახუნის ძალა დამოკიდებულია ზედაპირის ხარისხზე, რა მასალით არის აგრეთვე ზედაპირების შექმნილი, გაკეთებული, შეხედეთ, აი ხის ლითონზე ხახუნი, მაგალითად ხის ხეზე ხახუნი და ხის რეზინზე ხახუნი, აქ სხვადასხვა ძალა არის, აი სწორად თუ დაუკვირდებით და სწორედ ამას აღმოვაჩენთ და აი აქ კი ცხრილი მოცემული ხახუნის კოეფიციენტების ცხრილი არის, სრიალის პირობები არის ხეს ხეზე, ლითონის ხეზე, ლითონზე რეზინა ხეზე და ასე შემდეგ, ხო? და აქ ყველგან მოცემულია ექსპერიმენტით დადგენილი, ასე ვთქვათ, რიცხვი, რომელსაც ქვია ხახუნის კოეფიციენტი. ეხლა ჩვენ აქ ფორმულა გამოვიყვანოთ. აი როგორც აქ არის ახლა ნაჩვენები, შეხედეთ. სხეული მასზე მოქმედებს სიმძიმის ძალა, რა თქმა უნდა, საყრდენის რეაქციის ძალა, წევის ძალა და უძრაობის ხახუნის ძალა, რომელიც ამ წევის ძალის ტოლია. რაღაც კრიტიკულ მნიშვნელობაზე ეს უძრაობის ხახუნის ძალა გარდაიქმნება უკვე გადაიქცევა სრიალის ხახუნის ძალად და სხეული იწყებს სრიალს. ეხლა რისი ტოლი არის, როგორ გამოვთვალოთ ეს ხახუნის ძალა? ესე ხახუნის ძალა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ აი მოხახუნე ზედაპირების ხარისხზე, მდგომარეობაზე და დამოკიდებულია თუ აი რა მასა აქვს ამ სხეულს და რა სახის რა არის აი რეაქციის ძალა, საყრდენის რეაქციის ძალა. ესე იგი სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ძალა, მასზე მოქმედებს აგრეთვე საყრდენის რეაქციის ძალა. და ხახუნის ძალა, F ხახუნი ტოლი არის გამოიწვება ასეთი ფორმულით. უდრის μ ეს არის ხახუნის კოეფიციენტი, გავამრავლოთ საყრდენის რეაქციის ძალაზე, n-ზე, μ n-ზე. ეხლა როცა სხეული მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, რიცხვითი მნიშვნელობით ეს საყრდენის რეაქციის ძალა არის სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალის ტოლი, ჟ-მ, ხო, mg. და შეგვიძლია ენის ნაცვლად ჩავსვათ ეს mg და ჩვენ გამოვთვალოთ ხახუნის ძალის რიცხვითი მნიშვნელობა, მაგრამ ნუ ეს ერთი რაღაც დავიმახსოვროთ, რომ ხახუნის ძალა არის ელექტრომაგნიტური ბუნების ძალა, ისევე როგორც საყრდენის რეაქციის ძალა. საყრდენის რეაქციის ძალა დრეკადობის ძალაა და ესეც ელექტრომაგნიტური ბუნების არის. და ხახუნის ძალა, ნუ არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, გრავიტაციული ბუნების ძალა, ხო, ეს არ არის ესე. ხო, ასე რომ mg-ს ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რისი რიცხვითი მნიშვნელობა აი საყრდენის რეაქციის ძალის რიცხვითი მნიშვნელობის ტოლია და ამიტომ აქ ჩვენ შეგვიძლია ესე ჩავსვათ და გამოვიყენოთ. ეხლა რაც შეეხება ხახუნის კოეფიციენტს, ამ ფორმულიდან ჩანს, რომ ხახუნის კოეფიციენტი არის ხახუნის ძალის შეფარდება საყრდენის რეაქციის ძალასთან, n-თან და ამიტომ ვინაიდან ძალაზე რო გაყოთ, ნიუტონზე უნდა შეაფარდოთ და ხახუნის კოეფიციენტს არ აქვს განზომილება, ის უბრალოდ განყენებული რიცხვია, ჩვეულებრივი განყენებული რიცხვია. შრალი ხახუნის
ერთ-ერთი სახეობა ასევე გორვის ხახუნი. გორვის ხახუნის ძალა გაცილებით უფრო პატარა არის, მცირეა სრიალის ხახუნის ძალასთან შედარებით. მიზეზი გორვის ხახუნის ძალის გაჩენის მიზეზი არის ეს დაბრკოლება უყურეთ, როდესაც სხეული, რომელიც გორავს ეხება ზედაპირს, საღდენ ზედაპირს, მასზე სიმძიმის ძალით აწובה და ესეთი ჩაღრმავება პატარა წარმოიქმნება და მთელი ამ მოძრაობის განმავლობაში სწორედ ამ დაბრკოლების გადალახვა უწევს ხოლმე. ხომ, ამ გორვის ხახუნი, როგორც თქვით, გაცილებით უფრო მცირე ძალა არის, ვიდრე სრიალის ხახუნის ძალა. და ამიტომ ხშირად ცდილობენ აი მომუშავე მანქანების დეტალებში გარდაქმნან სრიალის ხახუნი გორვის ხახუნად, რათა გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ენერგეტიკული დანახარჯები, ცვეთა და ასე შემდეგ შეამცირონ მკვეთრად. ხახუნის შემდეგი სახე არის, მეორე სახე არის სველი ხახუნი. სველი ხახუნის ძალა მშრალი ხახუნის ძალისგან განსხვავდება იმითი, რომ სველი ხახუნის ძალა დამოკიდებულია შემხების ზედაპირის ფართობზე და მოძრაობის სიჩქარეზე. ამ ორ გარემოებაზე მშრალი ხახუნის ძალა დამოკიდებული არ არის, არც სრიალის, არც უძრაობის, არც გორვის არ არის შეხების ზედაპირის ფართობზე დამოკიდებული, არც კიდე მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებული. აი აქ კი, რაც უფრო დიდია მოძრაობის სიჩქარე, ხახუნის ძალა უფრო დიდია და იზრდება. გარემოს წინააღმდეგობის ძალა ეს ჰაერის და წყლის წინააღმდეგობის ძალა ძირითადად და ამიტომ სიჩქარეზეცაა დამოკიდებული და შემხების ზედაპირის ფართობზე. რომ შეამცირონ ამ ძალის გავლენა, ასე იგი აი სხეულებს, რომლებიც აი დიდი სიჩქარით მოძრაობენ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ აძლევენ აი ესეთ სპეციფიურ ფორმას, რომელიც გარსეტინ ფორმას უწოდებენ ამას. დიახ, ესე იგი აქ აგრეთვე არა მხოლოდ თვითონ ზოგჯერ შემცირება კი არ არის საჭირო ამ ხახუნის სველი ხახუნის, არამედ გაზრდა გვჭირდება, აი როგორც პარაშუტის შემთხვევაში და ასეთ შემთხვევაში შემხების ზედაპირის ფართობი იზრდება. ხო, მოდით ახლა რამოდენიმე ამოცანა ამოხსნათ ხახუნის ძალასთან დაკავშირებით, ხო? აი ესეთი ამოცანები მოდით ამოხსნათ. დავიწყოთ მე-10 ამოცანიდან. გამოთვალე 75 კილოგრამი მასის კარადაზე მოქმედი ხახუნის ძალის სიდიდე, თუ იატაკთან ხახუნის კოეფიციენტი 0.2-ია. ცნობილია, რომ პირველი ამოცანა ესეთი, წევის ძალის მოდული, რომლითაც კარადაზე წევენ 170 ნიუტონის ტოლია და კარადა უძრავია. აქ ამ ამოცანაზე ეს მთელი ეს ზედა მოცემულობა არის სულად ზედმეტი. ვინაიდან წევის ძალის მოდული 170 ნიუტონია და კარადა უძრავია, აქ ეს ნიშნავს, რომ უძრაობის ხახუნის ძალაც ასევე 170 ნიუტონის ტოლია და იმიტომ არის კარადა უძრავი. მეორე შემთხვევაში კარადა თანაბრად მისრიალებს. ასეთ შემთხვევაშიც სრიალის ხახუნის ძალა ასევე არის 170 ნიუტონის ტოლი. ანუ წევის ძალის მოდულის ტოლია. ვინაიდან თანაბრად მოძრაობს სხეული და აჩქარება არ არის. ხომ რა აჩქარება რახან არ არის, აჩქარებულად რახან არ მოძრაობს სხეული, არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში. ამიტომ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი უნდა იყოს 0-ის ტოლი. ესე იგი, თუ წევის ძალა 170 ნიუტონია, ხახუნის ძალა უნდა იყოს ასევე 170 ნიუტონი. ამჯერად მოდი ამოხსნათ მე-11 ამოცანა. ამოცანის პირობა ესეთი არის, ესე იგი, რისი ტოლია 5-ის იატაკთან ხახუნის კოეფიციენტი, თუ მუშები 100 კილოგრამი მასის ყუთს 500 ნიუტონი ძალით თანაბრად მიასროლებენ იატაკზე. ჩავწეროთ მოდით მოცემულობა ამ ამოცანის, ხო? ესე იგი, აქ ჩვენ მოცემული გვაქვს მასა, მისი ყუთისა, ეს არის M. M არის 100 კილოგრამი. 500 ნიუტონი ძალა არის ეს წევის ძალა, აი ამ ძალის გამოყენებით თანაბრად მიასრიალებენ. ახან ეს 500 ნიუტონი არის წევის ძალა, აგრეთვე ხახუნის ძალაც იქნება 500 ნიუტონი, ვინაიდან ეს თანაბრად მიასრიალებენ ამ ყუთს და უნდა გავიგოთ ხახუნის კოეფიციენტი μ. მ არის კითხვის ნიშანი. F ხახუნის ძალა არის μ გავამრავლოთ n-ზე.
სადაც n-ის საყრდენის რეაქციის ძალა. საყრდენის რეაქციის ძალა თავის მხრივ რიცხობრივად არის m მასსა და თავისუფალი ვარანის საჩქარების ნამრავლის ტოლი. ამიტომ აქ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ხახუნის ძალა არის μ mg. წეროთ, რომ μ mg უდრის f-ს. აქ μ ტოლი არის f-ი გავყოთ mg-ზე. და ეს f-ი არის 500 ნიუტონი და მასისა და თავისუფალი საჩქარების ნამრავლი იქნება 1000 ტოლი, 100 რომ 10-ზე გაამრავლოთ, ხო, 1000 ტოლი იქნება და 500 მე-1000-ია ეს. ანუ 1/2, ან 0.5. ნუ როგორც განზომილება ამას არ აქვს. ეს არის ხახუნის კოეფიციენტი ამ შემთხვევაში. ახლა მეორე ამოცანა აი აქ ეს არის მე-12 ამოცანა, ხო? აი მე-12 ამოცანა ესეთნაირად შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ავტობუსი ადგილიდან თანაბარ აჩქარებულად დაიწერა და ჰორიზონტალურ გზაზე 30 წამის განმავლობაში 15-14 კილოგრამ-მეწამი იმპულსი შეიძინა. განსაზღვრე მოძრავ ავტობუსზე მოქმედი ხახუნის ძალის მოდული. მოდით აი აქ ეს ავტობუსია, ხო, ესეთი აი რაღაც ტრანსპორტია, რომელიც აი ესე მოძრაობს, ხო? მასზე მოქმედებს წევის ძალა, მოქმედებს აგრეთვე ხახუნის ძალა, მოქმედებს სიმძიმის ძალა, აგრეთვე მოქმედებს საყრდენის რეაქციის ძალა, ესე. და თანაბარ აჩქარებულად მოძრაობს, ნუ ეს ავტობუსი რა პირობის თანახმად, ხო? თანაბარ აჩქარებულად მოძრაობს და 30 წამის განმავლობაში, t არის 30 წამი. სრულად დავწეროთ ესე. 30 წამი. 30 წამის განმავლობაში ამან შეიძინა იმპულსი p 0 იყო ამის იმპულსი უძრავი რო იყო და გახდა 15-10 მეოთხე ხარისხად, ხო? კილოგრამი მეტრი წამთან. აი ეს. ეს ხო შეგვიშლის ეს ჯობე წავშალოთ ესენი. ეს აღარ მინდა. აი აქ ეს საყრდენის რეაქციის ძალა არის, ესე არის ჰორიზონტალურად, ზევით არის მიმართული ვერტიკალურად უბრალოდ. ხო, ეს. და ეს ავტობუსი ასე მოძრაობს რა. ნუ ნახაზი ახლა ესე პირობითად გავაკეთეთ, აქ დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს ამ ნახაზს. ხო, მაგრამ ნუ ეს f წევის ძალა არის და ეს კიდე ხახუნის ძალაა. და ვინაიდან აჩქარებულად მოძრაობს ეს წევის ძალა ამ ხახუნის ძალაზე მეტი იქნება, რა თქმა უნდა, ხო? და mg და n კიდე თავისი რიცხვითი მნიშვნელობებით ტოლი იქნება. ხო, უნდა განსაზღვროთ მოძრავ ავტობუსზე მოქმედი ხახუნის ძალის მოდული. ესე იგი, ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ხახუნის ძალა, რისი ტოლია, f ხახუნი. აი ესე. ესე იგი, f ხახუნის ძალა თვითონ ამ წევის ძალას, რომ გამოვაკლოთ ეს ხახუნის ძალა, გვექნება ამ სხეულზე მოქმედი ძალების ჯამის ტოლი, ძალების ტოლქმედი, ხო? ეხლა ჩვენ ამ ძალების ტოლქმედი თვითონ f-ი რისი ტოლი არის მეორეს მხრივ, ხო? f-ი ტოლი არის ნუ გავიხსენოთ აი ძალის იმპულსი, ძალის ნამრავლი, მისი მოქმედების დროზე არის სხეულის იმპულსის ცვლილების ტოლი. სხეულის იმპულსის ცვლილება ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში არის აი სწორედ ეს იმპულსი, რომელიც ამან შეიძინა. თავიდან ეს იმპულსი 0-ის ტოლი იყო და შემდეგ გახდა ეს p, ხო, მისი მნიშვნელობა აი p გახდა. აქედან f ძალა შემიძლია ესე გამოვთვალო. f-ი ტოლი არის p შეფარდებული t-სთან. p t. ამისი ტოლია ეს ძალა. ეს ძალა გახლავთ ტოლქმედი ძალა, როგორც თქვით, რომელიც აი ამ სხეულზე მოქმედებს. და მეორეს მხრივ ეს ძალა ტოლი არის ხახუნი, ასე იგი წევის ძალას გამოკლებული ეს ხახუნის ძალა. ხო? განვითარებული წევის ძალის მოდული აქ წერია რომ არის 15 კილონიუტონი. f-ი ტოლი არის 15000 ნიუტონი, ან 15-10 ხარისხად, ხო, ნიუტონი ეს. მესამე ხარისხად ნიუტონის ტოლი. ხო, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ესე ჩავწეროთ, რომ f ხახუნის f წევის ძალას, ეს წევის ძალას, ეს არის წევის ძალას.
რომ დავაგეგმილოთ ეს ძალები არა, ეს რომ გავახდოთ აქ ის, რა ქვია, ღერძი. ეს F წევის ძალის გეგმილი დადებითი იქნება, F ხახუნის ძალის გეგმილი უარყოფითი იქნება და ეს ამათი გეგმილების F წევის ძალას მინუს F ხახუნის ძალა ტოლი იქნება თვითონ აი ამ ძალების ტოლქმედის, ანუ P შეფარდებული ტესტთან, აი მისი ტოლი იქნება. და აქედან F ხახუნის ძალას გამოვთვლით, რა თქმა უნდა, F ხახუნი ტოლი არის თვითონ F წევის ძალას გამოკლებული P შეფარდებული ტესტთან. P ტესტთან, აი ეს P ტესტთან. და ჩავსვათ რიცხვებს, F წევის ძალა არის 15-13. მათი მესამეს უნდა გამოვაკლოთ, P არის 15-14 და 15-14 30-ზე გაყოთ, იქნება 5-13. 5-13. 15-13 5-13 რო გამოვაკლო, იქნება 10-13. 10 მეოთხე ხარისხად, ხო? 10 მეოთხე ხარისხად ნიუტონი. 10 კილონიუტონი იქნება ამაზე მოქმედი ხახუნის ძალა, ამ ავტობუსზე მოქმედი ხახუნის ძალა. კარგით, მოდით კიდევ ერთი ამოცანა ამოვხსნათ, აქედან ამოვხსნათ მოდით ეს 13 ნომერი. 13 ნომერი. ხო, აქ მოცემული გვაქვს ჰორიზონტალური გზაზე მოძრავი 1 ტონა მასის ავტომობილზე, ხო? აქ კვლავ არის ესე იგი ჰორიზონტალური გზა, ესე რომ დავიღოთ ჰორიზონტალური გზა არის. ავტომობილი მოძრაობს ამაზე, რომლის მასა არის 1 ტონა, დაახლოებით, ხო ესეთი დაახლოებით არა ზუსტად მოცემული ეს მასა არის 1 ტონა, მასზე ესე იგი მოქმედებს სიმძიმის ძალა mg. მოქმედებს საღდენის რეაქციის ძალა, რომელიც აი ზევით არის მართული ეინი. მოქმედებს აგრეთვე წევის ძალა, F წევის ძალა და მოქმედებს ხახუნის ძალა. ხახუნის ძალა აქეთ არის მიმართული, ეს არის F ხახუნი. ამ ოთხივე ძალის ჯამი, ანუ ამ ავტომობილზე მოქმედი ძალების ტოლქმედი იწვევს აჩქარებას, რომელიც არის 2 მეტრ კვადრატის ტოლი. ხომ, აი აქ ჩვენ მოდი ჩავწეროთ მოცემულობაში, ნუ აჩქარება არის 2 მეტრი წამ კვადრატი. მასა ამისი m არის 1000 კილოგრამი. ეს მინუსი არ არის ეს შემთხვევით რაღაც ხაზია. და ავტომობილზე მოქმედებს ხახუნის ძალა, F ხახუნის ძალა, ხო? ესე არის ხახუნის ძალა F ხახუნი. არის 0.1 10%-ო მისი წონისო. წონა P-120 აღნიშნოთ. საერთოდ წონა ამ სხეულის წონა არის იგივე მასისა mg-ს ტოლი არის ამ შემთხვევაში, ამ აღწერილ შემთხვევაში ჰორიზონტალურ გზაზე რახან მოძრაობს. ეს წონა იგივე მასსა და თავისუფლად საჩქარების ტოლი. ესე იგი ხახუნის ძალა ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია ესე გამოვთვალოთ, ხო? მე ხახუნი ტოლია 0.1 mg. აი ეს შეგვიძლია ჩავწეროთ. და რისი ტოლია წევის ძალის მოდული, რომელსაც ავტომობილი ავითარებს, თუ ცნობილია, რომ ის თანაბარ აჩქარებულად 2 მეტრ კვადრატი აჩქარებით მოძრაობს. ხო, ჩვენ უნდა გავიგოთ წევის ძალა. რისი ტოლია F წევის ძალა. ნუ ის ძალა, რომელიცაც ავტომობილის მოტორი ავითარებს, ხო? წევის ძალა ასეთ შემთხვევაში, რომ დავაგეგმილოთ ყველა ეს ძალები ერთმანეთ ერთ ღერძზე დაუშვათ ავიღოთ ასეთი ჰორიზონტალური ღერძი, ესეთი, ხო? და ამ ღერძზე დავაგეგმილოთ ეს ძალები, ხო? X ღერძზე. აი ეს არის, აი თქვათ აქ იყოს ეს X ღერძი და ეს ამ ღერძზე დავაგეგმილოთ ყველა ეს ძალა. ნუ n-ისა და m-ს გეგმილები 0-ის ტოლი იქნება, F წევის ძალის გეგმილი იქნება დადებითი მნიშვნელობის, ხო, აი აქ ჩავწეროთ F წევის ძალა. წევის ძალა. ხახუნის ძალის გეგმილი მინუსით იქნება, მინუს F ხახუნი. და ეს ახლა ტოლი არის
M100 ძალების ტოლქმედი ნიუტონის მეორე კანონის თანახმად არის მასსა და აჩქარების ნამრავლის ტოლია, ხო? მამორი ძალის ჯამი არის M100 ტოლი, F ძალების ტოლქმედი უდრის M100. და აი მივიღეთ ესეთი განტოლება, საერთოდ პირდაპირ წევის ძალას გამოთვლით ჩვეულებრივად რა, F წევის ძალა ტოლი არის M100 + F ხახუნი. + F ხახუნი. ნუ ჩავსვათ რიცხვებს. F ხახუნი უდრის, M100 უნდა დავუმატოთ 0,1 mg. და პირდაპირ რიცხვების ჩასმით. M არის 1000, 1000 2-ზე გაამრავლო არის 2000, 2000 უნდა დავუმატოთ. mg არის 10000 და 0-ზე რო გაამრავლო 1000 არის, ხო, 1000 და გამოვა 3000 ნიუტონი. 3000 ნიუტონი არის ამ ძრავის მიერ განვითარებული წევის ძალა, დიახ, 3 კილონიუტონი რა, ეს იქნება ამის პასუხი, 3 კილონიუტონი. კარგით. მე წარმატებებს გისურვებთ.